ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხარაგაულის საკრებულოს მედიის წარმომადგენლის ფოტოდან ამოჭრის გამო მიმართავს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოუწოდებს უზრუნველყოს სხდომების საჯაროობა, არ გააყალბოს რეალობის ამსახველი კადრები და მედიას ადეკვატური სამუშაო პირობები შეუქმნას. ქარტიის განცხადებას წინ უძღოდა გამოცემა ჩემი ხარაგაულის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. რედაქციის ცნობით 6 ივლისს გამართული საკრებულოს სხდომის შემდეგ უწყების ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, საიდანაც გამოცემის ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრილი იყო. რეალური კადრი საკრებულო მას შემდეგ დააბრუნა, რაც რედაქციამ ფაქტის შესახებ მერის მოადგილეს მიწერა. ჩემი ხარაგაული ასევე აღნიშნავს, რომ საკრებულოს დებულების მიუხედავად მედიისთვის განცალკევებული სამუშაო ადგილი გამოყოფილი არ არის, რის გამოც რეპორტიორი საკრებულოს თავმჯდომარის მითითებით იჯდა მერიის წარმომადგენლებისათვის განკუთვნილ ადგილას. ამასთანავე გამოცემის მიერ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ სოციალურ ქსელში საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენლის მხრიდან ჟურნალისტის მისამართით მუქარის შემცველი კომენტარიც დაიწერა. აღნიშნულ ინციდენტზე ქარტია მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობას ხელი არ შეუშალოს ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში. ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე მერიის პრესსამსახური ვერ აკონკრეტებს ძეგლს ადგილს უცვლიან თუ მას სრულად აიღებენ. კიკვიძის სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისში 1 თვის დაგვიანებით დაიწყო. სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ ძეგლს ადგილი უნდა შეეცვალოს, თუმცა მეგატივთან ინტერვიუში საკრებულოს წევრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ასევე განიხილება ძეგლის აღებაც, თუმცა საკითხი გადაწყვეტილი არ ყოფილა. არსებობს ვარაუდი, რომ განახლებულ სკვერში კიკვიძის ძეგლის ნაცვლად შესაძლოა ზვიად გამსახურდიას ძეგლი დადგან. ზვიად გამსახურდიას ძეგლის ქალაქში განთავსებაზე განცხადება პირველად რამდენიმე თვის წინ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე გაკეთდა. ცნობისათვის ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებას მოქალაქეების ნაწილი წლებია ითხოვს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ შეასრულონ თავისუფლების ქარტია, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკის აღებას ითვალისწინებს. თუმცა მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებით ისტორია არ უნდა წაიშალოს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის მიღებამდე საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე ჰააგის დეკლარაციაზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კენჭისყრამდე გააკეთა. რომ დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაბიჯები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, უხეშად არასწორად წარმოაჩენს და აყალიბებს ფაქტებს, სრულიად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს და თვითნებურად განმარტავს არჩევნებზე დაკვირვების და მოსკოვის მექანიზმის ანგარიშებს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი დელეგაცია პროტესტის ნიშნად კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ორმაგად ხაროა, რომ გვიწევს ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჰააგაში, საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. სურს ვთხოვო სამდივნოს, სათანადოდ ასახოს ჩვენი პოზიცია ასამბლეის სხდომის ოქმში. ნიკოლოზ სამხარაძის შენიშვნას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟუან პონსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია უპირველეს ყოვლისა კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა. როგორც იცით, ცარიელი ადგილების დატოვება თქვენსავე ქვეყანაშიც კი არ იყო კარგი გადაწყვეტილება. ასე რომ თქვენ ზუსტად იმავეს აკეთებთ აქაც. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პარლამენტში ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია. დემოკრატია უპირველესად არის ერთად ყოფნა და კონფლიქტის ერთად გადაჭრის მცდელობა. ქართული დელეგაციის მიერ სხდომის დატოვებიდან რამდენიმე წუთში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ყოველწლიურ სესიაზე დაამტკიცა ჰააგის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს რეზოლუციას საქართველოს შესახებ, საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა. ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს ასამბლეის წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ორგანიზაცია რეზოლუციაში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობისას.
მიმდინარეობის გამო ხაზგასმულია ხმებით მანიპულირების, ამომრჩევლის, მოსყიდვის, ეგრეთ წოდებული კარუსელებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. რეზოლუცია მკაცრად გმობს ბოლო პერიოდში მიღებულ შეზღუდვებს, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონსა და ცვლილებებს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში. ასამბლეის შეფასებით ეს კანონები ზღუდავს მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას. დოკუმენტი გმობს ოპოზიციის, მედიისა და მშვიდობიანი აქტივისტების დაკავებებსა და შევიწროებასა და ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს უფლებადამცველების მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირები. რეზოლუცია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს არ აღიარონ საქართველოს მომავალი არჩევნების შედეგები, თუ მათ თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას ავტორიტეტული საერთაშორისო მისიები არ დაადასტურებენ. მართველი პარტიის წარმომადგენლები რეზოლუციას მიკერძოებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის მცდელობაა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით დოკუმენტი რეალობას აცდენილია და მის უკან გარკვეული საერთაშორისო ჯგუფების პოლიტიკური ინტერესები დგას. უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ არც ერთ საერთაშორისო ინსტიტუტს არ აქვს უფლება უზენაესი კანონის მიღების გამო ქვეყნის სუვერენიტეტს შეეხოს. მათი თქმით, კრიტიკული ტონი გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს საკუთარ დამოუკიდებელ საგარეო და საშინაო კურსს იცავს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობა აბსტრაქტული ცნება არ არის, ის მისი ავტორიტეტის საფუძველია, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს არა დადასტურებული ფაქტების, არამედ მოკლევადიანი ხმაურიანი სათაურების ჭრილში განვიხილავთ, ჩვენ მხოლოდ რეალობას კი არ ვამახინჯებთ, ვაზიანებთ იმ ინსტიტუტსაც, რომელსაც თავად ვემსახურებით. ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიას არ დაუდგენია, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა ეუთო ოდირის დასკვნის გაყალბებას აპირებს. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს არაფერი დაუდგენია გარდა ბრალდებებზე მითითებისა. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა ამ ბრალდებების დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენას აპირებს. საქართველოში სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცნენ როგორც მოძალადე დემონსტრანტები, ისე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, ეს ასამბლეა აპირებს იმის მტკიცებას, რომ თურმე მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა დაწვეს პარლამენტი, თავს დაესხნენ პრეზიდენტის სასახლეს და დააზიანეს ასობით პოლიციელი. ასეთი გადამეტებული პოლიტიზება ეუთოს ინსტიტუტებსა და მექანიზმებს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პლატფორმის ნაცვლად აქცევს შერჩევითი პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად. ორმაგი სტანდარტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას არ აძლიერებს, პირიქით, ის მას შიგნიდან ანგრევს. ნება მომეცით, თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ უცნაურ ვითარებაზე, რომელიც საქართველოს გარშემო იქმნება. დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იღებს დეკლარაციას, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთო ოდირის ანგარიშს საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ანგარიშს, რომელიც ცალსახად დადებითი იყო. უფრო მეტიც, დეკლარაციის ერთ-ერთი პუნქტი ერყმობა მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს, რომელიც მხოლოდ ბრალდებებზე მიუთითებს. ამასთანავე, თავად ანგარიშის ავტორმა აღიარა, რომ არასანდო წყაროებით ისარგებლა. მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული დეკლარაცია ემსახურება საქართველოს მტრების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ინტერესებს. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ქმნის ნოყიერ ნიადაგს რეალობის არასწორად აღქმისა და საქართველოს შესახებ მცდარი წარმოდგენების ჩამოყალიბებისთვის. დღეს, როდესაც მსოფლიო საზოგადოება შეიარაღებული კონფლიქტების მძიმე შედეგების წინაშე დგას და თითოეულ სახელმწიფოს უსაფრთხოების პრობლემებთან გამკლავება უწევს, მსგავსი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტები მხოლოდ აუარესებს გლობალურ სტაბილურობას და მშვიდობას. ამგვარი მიდგომით საფრთხე ექმნება თანამშრომლობასა და უსაფრთხოებას. რეზოლუციას აფასებენ საქართველოში პოლიტიკურ სპექტრში. ასამბლეის დარბაზიდან, ისე როგორც გასულ წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან და იქამდე ევროპარლამენტის დარბაზიდან. ქოცი გარბის ყველა სივრციდან, სადაც ისმის სიმართლე, სადაც არის თავისუფალი კონკურენცია, სადაც არ ჭრის ქოცური ხრიგები, სადაც არ მუშაობს მდარე ქოცური ვირეშმაკობა. ქოცი მირბის ყველა იმ სივრცეში, სადაც არის დიქტატურა, კორუფცია, უკანონობა და ძალმომრეობა. ნიშანდობლივია, რომ დღეს ოცნების რეჟიმმა უარი განაცხადა სწორედ ჰააგის დეკლარაციაზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ქოც აშინებს ყველაფერს ჰააგას უკავშირდება, რადგან ქოცმა ძალიან კარგად იცის, რომ მისი დასასრული მჭიდროდ არის გადაჯაჭვული სწორედ ამ ქალაქის სახელგანთქმულ ტრიბუნალთან. შესაძლოა ქოცი დღეს კუდამოძებული გამოქცეულიყო ჰააგის საპარლამენტო ასამბლეის დარბაზიდან, მაგრამ ის ნამდვილად ვერ გაექცევა ჰააგის ტრიბუნალს. დღეს სრულიად ცივილიზებული სამყარო არის ერთ აზრზე კუთხეში მიმწყდეულ ქოცურ რეჟიმთან მიმართებით. ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს კვალდაკვალ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს და ეუთო ოდირის
დასკვნას და რეჟიმს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, გააუქმოს ფუნდამენტურ თავისუფლებებთან შეუთავსებელი დრაკონული რუსული კანონმდებლობა, უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმი, უზრუნველყოს ადეკვატური საარჩევნო გარემო, რომელშიც შესაძლებელი იქნება თავისუფალი არჩევნების ჩატარება, შექმნას თავისუფალი და კონკურენტული პოლიტიკური გარემო, რაც ნიშნავს პოლიტიკური რეპრესიის და მათ შორის პარტიების აკრძალვის მცდელობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, დაიცვას შეკრების, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. ეს არის დასკვნა, რომელიც საკათრის სახელს არქმევს არჩევის გაყალბებას, ამომრჩეველზე ზეწოლას, ერთპარტიული დიქტატურის ჩაცემენტების მცდელობებს და ქართული სახელმწიფოს გადაგვარების რუსულ სპეცოპერაციას, რომლის მიზანიც არის ის, რომ თითოეული ქართველი წავიდეს უკან, ჩვენი სახელმწიფო წავიდეს უკან. ჩვენ არ მივახციოთ მშვიდობის და კეთილდღეობის სფეროს, სახელად ევროატლანტიკური სივრცე და ჩვენ ჩავეფლოთ იმ რუსული ყაიდის კორუფციულ ჭაობში, რომელშიც ქოცი ხარობს ყველაზე კარგად, მაგრამ რომელშიც თქვენ და თქვენი ოჯახები ღარიბდებით და სამწუხაროდ ყველანი ერთად მივდივართ სულ უფრო უკან. ეს არის დასკვნა, რომელიც ქართულ ხალხს კიდევ ერთხელ შეახსენებს დაუღალავი მშვიდობიანი დემოკრატიული ბრძოლის მნიშვნელობას რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც უდრის სიღარიბეს, საერთაშორისო იზოლაციას, კორუფციას და ქართული ეროვნული ინტერესის სპობას. ფინანსურ დავებს საქართველოში ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე წყვეტდა. მორიგი სკანდალური ამბავი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით კიკნაძის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. დღეს გაირკვა, რომ ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის არის ჯაფარიძე, რომელიც წლებია საზღვარგარეთ იმყოფება. ირკვევა, რომ სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩაატარეს. უწყების ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში. საქმის მასალების მიხედვით აღნიშნულ პროცესში კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით ჩართული იყო ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე. ირკვევა, რომ ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეთანხმებით მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს. კადრებში, რომელსაც უწყება ავრცელებს, ჩანს, რომ 29 დაკავებულიდან ერთი ქალია. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ფარულ ჩანაწერებსაც აქვეყნებს. ეს ყველა გიცანს ვარ ჩემი დედა ეს გორდია უარა მეთქი ეს მეთქი და ამის დედა და როგორც იყო მოსაქცევი ისე მოვეკეცი ბრატ ავიდა და ხურდული ხატიდან წავიდა დედას და ზონიდანაც წავიდა ზონა და იმენა უკანასკნელ მეთქი ამის დედა ამის როგორც იყო მოსაქცევი ისე მოვეკეცი რა თავზე ვაფრთხე და აი რავი კაროჩე რა აღარ გავაგზავნე სამი შვილი მომიკვდეს თუ ყველაფერს არ ვაკეთებდი ძმაო რომ გაიწთული ჩავრიცხო ძმაო აი ის იმ დონეზე ვარ გაჭედილი ყველაფერს ჩალიჩო და ჩემი ბიძაშვილი დათო შუაში გათა ყველაფერს ვიჩალიჩო შეუკანა რა აი ხა მე შენ გეტყვი რაღაცა ჩემი დედაში აღარ დაურეკო თუ არ ჩამოხდა მანქანიდან ეგ 1500 ლარი ძმა დაიდება 5000 ლარი სამსაათზე უეწელი ჩაუ ეს თუ ღერგო ჩაგერი ფული მოიტა ჩემი თუ არ წაგატო მანქანა გელოდები აი ეს მე საათამდე ჩავრიცხე აი გელოდები ფული მოიტა დროზე რა პირით მაგინებს შეხედეთ შეხედეთ მე მეუვე ლეზო საკარო ჩაუ აკან შენი დედი მე თარგე დედის ლეზო თარგე შენ დედი შენ არის კაი ბიჭია მე მაქვს პრეტენზია შეთანხმე ხოდა კუდეთა რომ მიყვალ იქანა სიმონ ისეთი მაგათობა გააკეთე გაიგე რა გენჩიდი ანარი შედედა სიმონ შენ კუდეთა ჩახე იქანა საათი მეიპარე მიგონა დენზე ყავდა შეერთებული თუ რამდენი მომენტო ყველაფერი ხომ ვიდეო მომისმენია მაინტერესებს არ უნდა გამოჩნდე კაროჩე და მე გადაკვეთა სიმონ მოქმედება მანავე დატურკვა გინდა არ მინდა რა უნდა გადაუჭი უხლებს ყურს მოვაჭრი ეს ქურდებთან რო შევდით იმის მერე გამოგიზო არა კაცო ქურდების მერე ბიჭო ქურდმა რა თქვა გავაგიჟდენ ამის დედაში სიჩამო ხوار მეწყვია ნახა მიდი და ვიდეო ბაჭა ჩვენ ცხოვრებიდან გამომდინარე სამნობა ჩავიდეთ გავიდე უეცველი და ჩავიდე მაგარი ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოსამართლის განჩინების საფუძველზე
ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი და უსწრებლად წარედგინება. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდია. გამოძიებით გინდება, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეების შორის არსებულ ფინანსური დავების გადაწყვეტაში. აღნიშნულ პროცესში კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე. ბრალდებულები საზღვარგარეთ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეთანხმებით მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს, დისტანციური კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების დროს ბესიკ ჯაფარიძე კრიმინალურ სამყაროს წესებისა და ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთ მხარეს მეორე სასარგებლოდ სოლიდური თანხის გადახდა ეკისრებოდა. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთგიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდებოდნენ. ასევე პოლიციის მიერ ჩხრეკის შედეგად ნივთგიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა, 223 ტერცია, 223 კვარტა და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების ჩხრეკის შედეგად ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცება დამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქუთაისში ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი გაეცნენ. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. როგორც ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული გამაგრება, არქიტექტურული იერსახის აღდგენა, შიდა სივრცეების განახლებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საინჟირო სისტემების მოწყობა. პროექტი მოიცავს მრავალფუნქციურ სივრცეების მოწყობას, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურული ღონისძიებების გამართვა. განახლებული ბიბლიოთეკა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. ცნობისათვის ბიბლიოთეკის ისტორიული შენობა აშენებულია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და წარმოადგენს ქალაქ ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს საზოგადოებრივ ნაგებობას. შენობა მნიშვნელოვან არქიტექტურულ და კულტურულ ღირებულებას ატარებს, ის იმ ეპოქის ქალაქური განვითარების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია.